რომ ის სამუშაო, რომელსაც ატარებდა გამოცდების ეროვნული ცენტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს გამოცდებს სკოლაში, მაგრამ შემდეგი ჩასწორებით. გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც დამთავრდება ამა თუ იმ საგნის სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით. შესაბამისად, მომავალში არ ჩატარდება გამოცდები მხოლოდ მე-12 კლასში, არამედ ჩატარდება მე-11 კლასშიც, მე-12 კლასშიც, გამომდინარე იქიდან, როდის დამთავრდება სწავლება ამა თუ იმ საგანში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიცით და დაფიქსირებული იყო ამ სისტემაში, მდგომარეობდა იმაში, რომ მინისტრმა შაშკინმა თავისი მუშაობის პერიოდში მთელი მონაცემთა ბაზები რატომღაც ეროვნული ცენტრიდან წამოიღო და გადაიტანა სამინისტროში, რაც თავისთავად კითხვის ნიშანს სვავს ამ ბაზების დაცულობის თაობაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც დამთავრდება საგანი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ჩასწორებები წელს. ჩასწორება მდგომარეობს შემდეგში. გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს მე-12 კლასელებს გამოცდებს ვერ ჩაუტარებს. ეს გამოცდები ჩატარდება სკოლაში, სკოლის დირექციის მიერ. გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს გამოცდების ჩატარებას 2013 წლის სექტემბრიდან იმ მე-11 კლასელებისთვის, ვინც 2013 წელს დაამთავრებს და მათ ჩაუტარდებათ ეს გამოცდები იმ პროგრამით, რომელსაც ისინი დაამთავრებენ 2013 წლის მაისში. და შემდეგ უკვე მომავალში ეს სისტემა ჩადგება მწყობში და მაშინ, როდესაც მოსწავლე დაამთავრებს საგანს სასწავლო გეგმის მიხედვით, მაშინ ჩაუტარდებათ მათ გამოცდები. მე-12 კლასელები წელს გამოცდებს ჩააბარებენ სკოლებში და ამ გამოცდებს უზრუნველყოფს თავად სკოლა და დირექცია. დაწყებული უკვე 2013 წლის სექტემბრიდან, როგორც მოგახსენათ ბატონმა გიორგიმ, ანუ ეს ეხება უკვე მე-11 კლასელებს, რომლებიც ეხლა არიან მე-11 კლასში. მათ ვთავაზობთ ესეთ რამეს, შეუძლიათ 4 საგანი. ეს გახლავთ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია, რომლის სწავლება სრულდება მე-11 კლასის ბოლოს. მათ ვაძლევთ შესაძლებლობას შემოდგომაზე ეს 4 საგანი, რომელიც უკვე დაასრულეს, ისე ვიმეორებ, ჩააბარონ და მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახეს, მაისის თვეში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. რაც შეეხება მე-12 კლასელებს, უკვე მომდევნო წელს და არა იმ მე-12 კლასელებს გულისხმობ, რომლებიც წელს არიან მე-12 კლასში, მათ მოუწევთ მე-11 კლასში მაისის თვეში ჩაბარება 4 გამოცდის, ისევ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია და 4 გამოცდის ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ისტორია უკვე მე-12 კლასის ბოლოს მაისის თვეში. წელს მე-12 კლასელებს გამოცდა ექნებათ სკოლაში, შემდეგ კი მოემზადებიან უკვე მისაღები გამოცდებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისეთივე წესით, როგორც ტარდებოდა წინა წლებში.